მოგესალმებით ძვირფასებო დილა მშვიდობისა. დამეთანხმებით ალბათ იმაში, რომ ზოარაკადოში და კაბალა ჩვენი თაობის ტრენდია. მაშინ მოდით ვნახოთ, რა ვიცით ზოარაკადოშის შესახებ. წერს ზოარაკადოში საკვირაო თავში პარაშათ შავუაში ვაიაქელ, რომ არ შეიძლება ქალი გადავიდეს სასაფლაოზე. ეს აკრძალვა არის განსაკუთრებით ასევე ფეხმძიმე ქალებისთვის, რა თქმა უნდა ბავშვებისთვის საერთოდ არ შეიძლება და რა თქმა უნდა იმათთვის, ვისაც ქალური წესი აქვს. და რატომ გვიწერს ზოარაკადოში, რომ ეს სულიერ ზარალს, სულიერ ზიანს აყენებს ქალებს, ვინაიდან ქალები მგრძნობიარენი არიან და შეიძლება დააკვირდეთ კიდევაც ის, ვინც ხშირად გადადის საფლავზე, დააკვირდით, ხართ თუ არა დეპრესიებში ხშირად, ხართ თუ არა ცუდ ხასიათზე ხშირად, ღებულობთ თუ არა ანტიდეპრესანტებს. ჩვენი ებრაელი ბრძენები გვასწავლიან, რომ სასაფლაოზე არის კოხოთ ტუმა, რასაც ქვია ხიცონიმ, ანუ უარყოფითი სულიერი ძალები და ისინი ზეგავლენას ახდენენ განსაკუთრებით ქალებზე, თავი შევიკავოთ იმისგან, რაც ჩვენმა ბრძენებმა დაგვიწერეს. მათთვის, ვისაც ეს არ ასჯერავს, დააკვირდეს საკუთარ თავს, აქვს თუ არა პრობლემები, თუ ხშირად დადის საფლავზე, ამის მერე არის თუ არა ესეთი მდგომარეობა, რომ არაფრის გაკეთება არ უნდა, მძიმედ არის და სახლიდან გასვლაც არ უნდა ზოგჯერ. და თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო როლი, მომეცით ლაიკი, გააზიარეთ სხვა ებრაელებსაც მოასმენინეთ და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი ვიდეო არხი. იქნებ ცოტა კიდევ დავამატო რამე პატარა რა სიტყვით. მათთვის, ვისაც ძლიერი გული აქვს და ჯერ კიდევ არ ასჯერავს ის, რაც ზოარაკადოშმა დაწერა, არის ელექტრომანქანები, დენზე მანქანები, რომლებიც გამოვიდა, რომელსაც აქვს ელექტროსენსორიანი ეკრანი. აი იმ ეკრანზე ფიქსირდება უბრალოდ პატარა მოძრაობაც კი მოსიარულეებს აფიქსირებს. ხო და მანქანით მივიდეს ადამიანი სასაფლაოსთან დააყენოს და ნახავს, რომ ხედავს გამვლელ გამომვლელებს იქ, სადაც არავინ არ დადის. ესეც კიდევ ერთი მოწმობა. ისე რომ არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, მიყვარხართ ყველა.